მშვიდობის 30 იანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით დეკემბერში წლიური ზრდა 7.2% იყო. გასული წლის მიწურულს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების ეს გამოყენებული დღეს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11%-ით 18 მილიარდ 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს უცხოელი ვიზიტორების საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 2024 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 2187 ლარი შეადგინა. ჩამურად 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების ეს გაწეული ხარჯები 15 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 5%-იანი ზრდაა. 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა, ფართობი გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 2/3-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ 34.4% თბილისზე, 13% მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.9% კახეთის რეგიონზე და 8.8% ქვემო ქართლის რეგიონზე. სახელმწიფო კანცელარიაში ფასების შემცირების მოტივით შექმნილი სამთავრობო კომისიის შეხვედრა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შედგა. მთავრობის წევრების ინფორმაციით, საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე გარკვეული დისკუსია შესაძლებელია. ამავე დროს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია, რაც განპირობებულია მთავრობის სწორი პოლიტიკით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა ფასების კომისიის შეხვედრა ისე დატოვეს, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. 2025 წელს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით გასული წლის დეკემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი პროდუქტის ზრდა 7.2% იყო. დეკემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორც არის გადამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. წლიურ ჭრილში შემცირებულია მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგები. ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კი ინფორმაციის და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო. რა ტენდენციებია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში და როგორ ფასდება არსებული მოვლენები? ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. 2025 წელს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. წელი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით დაიწყო და პირველი კვარტალი საშუალოდ 9.9%-იანი ეკონომიკური ზრდით განისაზღვრა. შემდეგ კი ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელდა. მომდევნო კვარტლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.4% და 6.4%-ია, ხოლო მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდა 6.8%. ჯამში წინასწარი შეფასებით 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.9%-ს შეადგენს. ზრდის მთავარი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო, თუმცა კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით და აქედან გამომდინარე 2025 წლის რეალური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი გახლავთ 7.5%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. 2025 წელს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ზრდის მთავარ კონტრიბუტორად განისაზღვრა. ICT ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის შემოსავლებში ზრდა ჯამში 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2023 წლის ბუმთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. თუ 2022-23 წლებში სფეროს რეკორდული ზრდა ძირითადად მიგრაციული პროცესებითა და საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოსვლით იყო განპირობებული, ბოლო 2 წელიწადში აქცენტი ადგილობრივ ტალანტებსა და ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსზე გადადის. 2025 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ოპტიმისტურია, რაც გლობალურ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზარდი სექტორია და ამის უკან დგას რამოდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ უკვე იმ ეფექტმა იკლო და უკვე წინ წამოიწია ადგილობრივმა ბაზარმა და იმ პოტენციალმა, რომელსაც საქართველოს გააჩნია. დღეს უკვე ის ზრდა განპირობებული არის ადგილობრივი მუშახელით, განპირობებულია იმით, რომ საქართველოს გაჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე
კავკასიაზე როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა უკვე მომავალ წლებშიც ასე ვთქვათ სტაბილურად გაიზრდება. ეს მოთხოვნა, ერთგვარი მოთხოვნა არის არა ადგილობრივი ბაზრით გამოწვეული, არამედ საერთაშორისო ბაზრით გამოწვეული და აღნიშნულიც არის ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ გაიზარდა 2025 წელს ეს სექტორი, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა, მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად დაიწყო ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სხვადასხვა ინდუსტრიებში, სხვადასხვა კომპანიებში. განსხვავებით ICT სექტორისა, კვლავ რთული ვითარება ნარჩუნდება მრეწველობის დარგში, რომელიც გასულ წლებში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. უკვე 4 წელი ხდება დარგში კრიზისია, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფეროს-სილიკონ-მანგანუმის ფასების დაცემით და ექსპორტის მკვეთრი შემცირებით არის განპირობებული. მცირე ფასების მატება მოხდა იმის ხარჯზე, რომ გითხარით ევროპაში შემცირდა ფეროშემცირების წარმოება, გარკვეულწილად ოდნავ მოთხოვნა გაიზარდა ფასის მცირე მატება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აი პირველი ინდიკატორი, როგორც კი საწარმოები საქართველოში, როგორც კი ნორმალური სიტუაცია იქნება ბაზარზე, იმ წუთში შეერთებიან ის საწარმოები, რომლებსაც ჯერ კიდევ ესე ვიტყვი, კბილებით უჭირავთ, ეს რომ არ დაკარგონ თავისი ნაღვაწი, თქვათ ამდენი ინვესტიცია, კრედიტები, ვალდებულები ძალიან რთულია. 4 წელი ბრძოლა მიდიოდა. ზოგიერთ სექტორში არსებული რთული ვითარების მიუხედავად ეკონომიკური ზრდა ციფრებში მაინც მიმზიდველად გამოიყურება. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდა რეალური ეკონომიკის სიჯანსაღეზე მეტად გარე ფაქტორებსა და ვირტუალურ ციფრებს ასახავს. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის აზრით, ქვეყნის მთავარი სექტორები სტაგნაციას განიცდიან. ზრდას კი ისეთი მიმართულებები განაპირობებს, რომელთა მდგრადობაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წამყვანი სექტორი, რომელზეც ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროა, რაც გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ქვეყნის შიგნით რეალურ დოვლათს ნაკლებად და ვიდრე ვირტუალური სექტორები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, მშენებლობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა მცირდება, რასაც სისტემური პრობლემები განაპირობებს. ეს სისტემური მიზეზი, ჩემი აზრით, არის ბიზნეს კლიმატის გაუარესება, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და მისი ეფექტები ჩანს ეკონომიკაზე. გვაქვს სექტორები, რომელიც სავარაუდოდ ვეღარ გაიზრდება იმ ტემპით, მაგალითისთვის ეს არის განათლება. გვაქვს სექტორი, რომელიც მთავარი მასტიბულირებელია ზრდის ინფორმაცია და კომუნიკაცია, მაგრამ თუ უცბად ამ კომპანიებმა სხვა ქვეყანა აღმოაჩინეს, საერთაშორისო კომპანიებს გულისხმობ, ისინი უცბად შეიძლება დატოვონ საქართველოს და ქვეყანა ჩავარდეს კრიზისში ამ მიმართულებით ქაღალდზე და გვაქვს სექტორი, როგორც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სადაც თუ ომი დამთავრდა უკრაინაში, ამ სექტორის სწრაფის დაც დარჩება წარსულში. ამიტომაც ზრდა კარგია, მაგრამ დეტალური ანალიზი და ჩაშლა გვაჩვენებს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან სახიფათო ამ შემთხვევაში რისკების მატარებელი, იმიტომ რომ კრიზისის ნიშნები ჩანს მნიშვნელოვან სექტორებში და ის რაც ზრდას უზრუნველყოფს, ის არ ჩანს, რომ იყოს მდგრადი. სოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.5%-ით გაიზრდება. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ტემპი შესაძლოა კიდევ უფრო შენელდეს, ხოლო რეალური გარღვევა და ეკონომიკის გაჯანსაღება არსებული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოცემულობის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია. საქსტატის ინფორმაციით გასულ წელს უცხოელი ვიზიტორების საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე წინა 2024 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 2187 ლარი შეადგინა. ჯამურად 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 5%-იანი ზრდა. ტურისტების მიერ ყველაზე მეტი თანხა 4 მილიარდ 200 მილიონი ლარი საყიდლებზე დაიხარჯა. განთავსებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი იყო. საკვებსა და სასმელზე 3.5 მილიარდი ლარი. გართობის და გაჯანსაღების მიზნით 1.900 მილიონი დახარჯეს ვიზიტორებმა. მათი კონტრიბუცია ადგილობრივი ტრანსპორტის სექტორში 1.3 მილიონს გაუტოლდა. 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.800.000 შემოსვლა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.900.000 იყო, რაც 6%-იანი ზრდა. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტია განხორციელებული, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ევროპის და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრისას მხარეებმა განხორციელებული და სამომავლო პროექტები განიხილეს. უწყების პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურის და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუადერეფნის განვითარების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალო ვადიანი პროგნოზები გააცნო, წერს ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციაში. შეხვედრა ამჯერად მეხუთე სურსათის და მედიკამენტების შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია ნავთობპროდუქტების ფასებზე სამსჯელოდ შეიკრიბა და ნავთობიმპორტიორებს შეხვდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯაროდ გავრცელებულ კომენტარებში საწვავის მაღალ ფასებზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა სამთავრობო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების შესაძლო შემცირება გარკვეულ დისკუსიას ექვემდებარება. უკვე მომავალ კვირაში კი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბარი საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლეს. რაზე ისაუბრეს ფასების სამთავრობო კომისიის რიგით მეხუთე შეხვედრაზე, რითაც დაიხურა ამ ფორმატში შეხვედრები და რამდენად არსებობს რესურსი საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით. თუმცა შუბაშვილი ცდილობდა მეტი ინფორმაციის მიღებას ამ შეხვედრიდან. რიგით მეხუთე შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ქართული ოცნების ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში ნავთობიმპორტიორებთან შედგა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯაროდ გავრცელებულ კომენტარებში მთავრობის წევრებს საწვავის მაღალ ფასებზე არ უსაუბრიათ. პირიქით, მათი თქმით, საქართველოში ევროპასთან შედარებით ნავთობპროდუქტები უფრო იაფია. მიუხედავად ამისა, სამთავრობო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე გარკვეული დისკუსია შესაძლებელია. საქართველოში საწვავის ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც საშუალოდ არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებს შორის და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით იმისთვის, რომ საწვავზე ჩვენი საზოგადოებისთვის გაიაფდეს ფასები. განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი, საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებული არის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართული შეხვედრა განსხვავდებოდა იმითაც, რომ მისი დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით კომპანია ვისოლმა გენერალური დირექტორის ვასილ ხოროვას წერილობითი კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა კონსტრუქციული და პროფესიული იყო. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიასთან შეხვედრა კანცელარიაში იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და პროფესიული. შეხვედრის პათოსი არანაირად არ ითვალისწინებდა, რომ ბიზნესს რაიმე შებერხება შეექმნას. პირიქით, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიწოდების ჯაჭვების კუთხით თუ სხვა გზებით ოპტიმიზაციის რა რესურსები შეიძლება არსებობდეს. შეხვედრაზე ასევე დავაფიქსირეთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სექტორში ძალიან ბევრი ეკონომიკური სუბიექტი ოპერირებს. მაღალია კონკურენცია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი აცხადებენ, რომ ფასების კომისიის შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კომპანიების მიმართ კონკრეტული მითითება ფასების კლებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ გიობაშვილი ამბობს, რომ კომპანიებმა თავად უნდა გააკეთონ გათვლები, რამდენად არსებობს საწვავზე ფასების კლების რესურსი. კავშირში აღნიშნავენ იმასაც, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით წინასწარ საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან სექტორი სრულად საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების მთავარ მომწოდებელ ქვეყნად რუსეთი რჩება, საიდანაც გასულ წელს 477 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი ვიყიდეთ. საქართველო ნავთობპროდუქტებს ასევე ყიდულობს რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან.
კმაყოფილი წამოვედი იმითინ, რომ ზუსტად არავის არც მთავრობიდან არავის არ უთქვია, აბა ვის რამდენი შეგიძლია არ თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თვითონ დაითვალეთ, თქვენ თვითონ გამოითვალეთ, რას მიიღებთ, მოსაზრებები ჩამოაყალიბეთ და კიდე შევხვდეთ ერთმანეთს. წინსწრებით არავინ არ ვიცით რა იქნება ხვალ. იმიტომ რომ გითხრათ თქვენ ახლა მე, რომ ხვალ ზეგ ასეთი იქნება. არავინ არ იცის მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე ხვალ ზეგ და 2 დღის შემდეგ რა იქნება. არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ იმას, რომ თუ როგორი დაძაბულია პოლიტიკური ვითარება საერთოდ სანავთობო ქვეყნების ირგვლივ, ასეთ განცხადებას ვფიქრობ, რომ წინ წინსრებით არავინ არ გააკეთებს. ქვეყნიდან რომელიც გვაწვდის, ეს მომწოდებელი ქვეყნებია მხედველობაში, შემდგომ ამას ემატება ლოჯისტიკის ფასი, სხვადასხვა ხარჯები, ამას ემატება ესე ვთქვათ აქციზები, ყველაფერი ერთად აღებული. აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის აქტიურ მონიტორინგს ახდენს. 2023 წელს სააგენტომ 5 მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია შეთანხმებული ქმედებებისთვის ჯამურად 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. თუმცა უკვე სააგენტოს ბოლო წლების ანგარიშებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრის შესაბამისია. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან უკვე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში გადაინაცვლებს. კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავახმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯებით, რაც შედეგობრივად აისახება სამხაროო ფასებზე, კლების დინამიკაზე და მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ კი ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომეთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოკვლევის კონკრეტული შედეგები მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ეწარმე იურიდიული პირის მიერ ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა. თავის მხრივ პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტის დაჯარიმების უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებენ და გასულ წელს სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი 18 გემს, წელს კი 1 გემს ეთქვა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთის და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ მატარებელი დაინიშნა, რაც 2 პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირ დაცვითი და ნაპირ აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად დაახლოებით 5,277,456 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საქართველოს სფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი რუსელოის გაკოტრდა. კომპანიის მიმართვის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაკოტრების რეჟიმი გახსნა. ცეზარ ჩოჩელი აზერბაიჯანში სასმელების ქარხანას აშენებს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი გაბალა ბევერიჯ კომპანიის დამფუძნებელს ცეზარ ჩოჩელს შეხვდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მხარეებმა რეგიონში ახალი მასშტაბური სამრეწველო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოში 2025 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4,2%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით გაცემული ნებართვების 70%-ზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. რამგან პირობა შარშან გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკის კლება და როგორი არის ამ მიმართულებით პროგნოზი. ანუკა ჯოხაძე ცდილობდა თემაზე შეფასებების მოსმენას, რომელსაც ერთ სიუჟეტში მოვუყარეთ თავი.
რეკორდული 2024 წლის შემდეგ 2025-ში საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები წლიურ ჭრილში 4.2%-ით შემცირდა. კლებაა როგორც სამშენებლო ნებართვების რაოდენობაში, ისე ფართობში. 2025 წელს ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობებზე გაიცა. 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 4.2%-ით არის შემცირებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელი, ასევე 5.9%-ით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, თუმცა მისი ფართობი გაზრდილია პირიქით 8.1%-ით. გაცემული სამშენებლო ნებართვების 70% საქართველოს 4 რეგიონზე მოდის, მათ შორის წამყვანი თბილისია. გალტენტაგარჩი ამბობენ, რომ კლების ძირითადი ფაქტორი სწორედ დედაქალაქში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული ნებართვების რაოდენობის შემცირება იყო. საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ მიწოდების ტემპის შემცირება ბაზარზე არსებული დისბალანსისთვის აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დაახლოებით 5%-იანი კლება წინა წელთან შედარებით, ეს როგორც აღნიშნე, მაინც მაღალი დონე არის, რადგან თუ ამ კვადრატულობებს ბინებში ვთარგმნით, ბინებში დაახლოებით 26-27 ბინა არის, რაზეც წელს გაიცა ნებართვა. თუმცა თუ მოთხოვნის მხარეს შევხედავთ, ჯანსაღი და სტაბილური მაჩვენებელი ყოველწლიურად არის საშუალოდ 20,000 ახალი ბინის გაყიდვა პირველად ბაზარზე. ფიქრობთ, რომ საჭირო არის ეს მიწოდების ტემპის შენელება გაგრძელდეს 2026 წელსაც, რათა საბოლოო ჯამში მოთხოვნა და მიწოდება თავისი ბალანსის წერტილს დაუბრუნდეს. არქიტექტორი და კომპანია არსის დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო ნებართვების კლების მიზეზს ბაზარზე მოთხოვნის დასტაბილურებას უკავშირებს. მისი შეფასებით მიგრანტების ეფექტის შენელების გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბუნებრივ მაჩვენებლებს დაუბრუნდა, რამაც დეველოპერების მხრიდან მიწოდების ტემპი შეცვალა. ძალიან მარტივად ვთქვათ, მივდივარ მე იმ დასკვნამდე, რომ აი გარე ფაქტორები, ანუ ამ შემთხვევაში შემოსული დევნილები უკრაინიდან და რუსეთიდან მათი რაოდენობა ბევრად შემცირდა, უბრალოდ აღარც არის, ანუ შეიძლება თითოეულა ოღონდ ესე მასობრივად არ არის და მოთხოვნა შესაბამისად დადის იმ ბუნებრივ ნიშნულზე, რაც იყო ყველაზე ცუდი დეველოპერისთვის არის გაუყიდავი ბინა, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენი ანგარიშსწორება დაწყებული ბიუჯეტიდან დამთავრებული თქვათ მომწოდებლებზე ან ხელფასები ან ასე შემდეგ. ბევრი ბინის ბაზარზე გამოშვება და ბევრი ბინა ბაზარზე თუ მიწოდება მეტი იქნება მოთხოვნაზე, ეს ნიშნავს, რომ მკვეთრად დააგდებს ფასებს და ამ შემთხვევაში უბრალოდ აზრი აღარ ექნება. უძრავი ქონების კომპანია Nobel Real Estate-ის თანადამფუძნებელი ბაჟა მებაღიშვილი ფაქტორებს შორის ასახელებს ვაკანტური მიწის ნაკვეთების შემცირებასაც. მისი თქმით, ეს ფაქტორი დომინანტური განსაკუთრებით თბილისის შემთხვევაშია, რის გამოც დეველოპმენტმა თბილის გარეთ დაიწყო განვითარება. მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის შემცირება წარმოადგენს გაცემული ნებართვების კლების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. ეს არის ალბათ და თან მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ბუნებრივია ცოტა არის ლიმიტირებულია მსგავსი მიწის ნაკვეთები და ესეც განსაზღვრავს საერთო ჯამში მოცემულობას. ვაკვირდებით, რომ ისეთ რეგიონებში, სადაც მანამდე ფაქტიურად მშენებლობა იყო ძალიან ისეთი დუნეთ, დღეს გააქტიურებულია, ხედავთ, რომ აშენდა არა მარტო საცხოვრებელი სახლები, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო მოლები და ესეც ერთგვარად რაღაცა ოპტიმისტურ განწყობას იძლევა. 2025 წელს ექსპლუატაციაში ჯამურად 3393 ობიექტი მიიღეს, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია. თუმცა 8.1%-ით გაიზარდა ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების ფართობი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტის 2/3-ზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ 34.4% თბილისზე, 13% მცხეთა-მთიანეთზე, 11.9% კახეთზე, 8.8% კი ქვემო ქართლის რეგიონზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები გამოცხადა მონაკვეთებზე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური ახალციხე-ვალის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთისარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სარეაბილიტაციო გზა გადის ხაშურის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად მისი მოწესრიგება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის მოსახლეობისათვის, ასევე გზით სხვა მოსარგებლისათვის. ამავე გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კილომეტრიან მონაკვეთს სამუშაოების სავარაუდო
ჯამური ღირებულება 18,91,259 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა ფარცხისი მანგლისი წალკანინოწმინდა საავტომობილო გზის ჯამში 21 კილომეტრიან მონაკვეთს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 38,95,254 ლარია. ეს მიმართულება უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს თბილისს და ქვემო ქართლის რეგიონს სამცხე-ჯავახეთთან. გზას აქვს მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვაც. ტენდერი გამოცხადებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის 21,3 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტი ორ ლოტად განხორციელდება და მისი სავარაუდო ჯამური ღირებულება 31,98,984 ლარი იქნება. ეს გზა თბილისიდან ქვემო ქართლის რეგიონისკენ მიმავალი ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ გზაზე გვხვდება მჭიდრო დასახლებული პუნქტებიც. გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. გზების დეპარტამენტმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის ნაპირ აღდგენითი სამუშაოების შესრულების მიზნით 4 ტენდერი ჯამში 9,200,000 ლარის მოცულობით გამოაცხადა. სამუშაოები უნდა შესრულდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მილარის სამუბანსა და სოფელ ერისიმეთში. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ნაპირზე განვითარებული ეროზიული პროცესების გამო აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებას და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს. მდინარე ალაზნის კალაპოტის ღერძი არის საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი საზღვარი. შესაბამისად, დაგეგმილი სამუშაოები მნიშვნელოვანი არის სასაზღვრო ტერიტორიის დაცვის თვალსაზრისითაც. ნაპირ აღდგენითი სამუშაოები 4 სხვადასხვა უბანზე განხორციელდება. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება კი 9,205,259 ლარია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირ აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად გამოაცხადა კიდევ ერთი ტენდერი. ამ შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებს წარეცხელი პლაჟის უბანზე ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის ხელოვნურ საკომპენსაციო შეტანას, რაც პლაჟის რეაბილიტაციას და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5,167,456 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს დაიწყება და 23-ში დასრულდება. შესყიდვების სააგენტოზე არსებული მონაცემებით მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 4 თვეში. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებენ და გასულ წელს სააგენტოს მიერ ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ჯამში 18 გემს ეთქვა, წელს 1 გემს. სააგენტომ აი ფაქტის მიერ გამოქვეყნებული სტატიის საფასუხოდ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც გემებისათვის შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკაა მოყვანილი. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების მოძრაობის კონტროლს ახორციელებს ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით, მათ შორის არის სანაპირო AIS რადარ, LRIT და სხვა პროფესიული სისტემები. გემთან დაკავშირებით ზიბეკ ზოლისთან სააგენტო მიუთითებს, რომ გემი საქართველოს პორტში შემოვიდა ღიად და კანონიერად. მისი შემოსვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. 2022 წლიდან ეს გემი ნამყოფი არის ყაზახეთის, ეგვიპტის, კაბო-ვერდეს, მალაიზიის, ვიეტნამის, ჩინეთის, ჰონკონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, თურქეთის და ტუნისის ნავსადგურებში. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებს. მხოლოდ ბოლო წლებში სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ეთქვა 2022 წელს 13 გემს, 2023-ში 9-ს, 2024 წელს 15 გემს, 2025 წელს 18 გემს, ამ წლის 29 იანვრის მდგომარეობით კი 1 გემს. სააგენტო საერთაშორისო ვალდებულებებით მოქმედებს და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით და გადაწყვეტილებით იღებს ფაქტებზე ოფიციალურ სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას და არა სპეკულაციებზე, წერია განცხადებაში. ფოთის და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაენიშნა, რაც მხარეების შეფასებით ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს ბათუმი, ფოთი, თბილისი, აფშერონი, სუმგაიტი, ალიატის მარშრუტზე და ტვირთმფლობელები ტერმინალიდან კარამდე სერვისს მიიღებენ. ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს. ის უზრუნველყოფს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების რკინიგზის
რკინიგზის ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ განკვირთავს სახმელეთო მაგისტრალებს, არამედ ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ თქვა, რომ ბლოკმატარებლების მოძრაობის გრაფიკის და ტარიფების განსაზღვრით ტვირთმფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ მათი კონტეინერის ფოთში ჩასვლის და უკან დაბრუნების დრო. ეს სიახლე საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურად მომგებიანი უნდა იყოს და უფრო მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს კომპანიას. მე დავნიშნეთ ბლოკმატარებელი ფოთიდან ბაქოს მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოუტანს საქართველოს რკინიგზას დამატებით კონტეინერებს, დამატებით მოცულობით ტვირთებს. შესაბამისად, როგორც ასევე ტვირთმფლობელებს და საკონტეინერო ხაზებისთვის არის მნიშვნელოვანი და მეტი კომფორტი მათთვის, იმიტომ რომ წინასწარ იქნება განსაზღვრული გრაფიკები, როდის გავა ფოთიდან და როდის ჩავა ბაქოში. ასევე ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ დროს, რაც დღეს არსებული დრო არის ფოთიდან ბაქოს მიმართულებით და ეს ფაქტობრივად დაახლოებით გავანახევრებთ იმ დროს, რაც აქამდე ქონდა. საქართველოს სფეროშენადნობების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი რუსელოისი გაკოტრდა. კომპანიის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაკოტრების რეჟიმი გახსნა. კომპანიის დირექტორი საქმის კურსთან ამბობს, რომ 4 წლიან კრიზისთან ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. გაკოტრებამდე რუსელოისი სფეროშენადნობების ბაზრის გამოწვევებმა მიიყვანა. 2023 წლიდან კომპანიის მიერ საწარმოო ციკლის გადაკეთება ფეროქრომის წარმოებაზე მოხდა, თუმცა 2025 წლის აპრილიდან ფასების ბარდნის გამო ქარხანამ წარმოება შეწყვიტა. ამ დროისათვის რუსელოისის მთლიანი აქტივები 31.953.000 ლარს შეადგენს. ვალდებულებების ჯამი 91.600.000 აღემატება. ყველა ღონების მარად იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, თუმცა იმდენად ღრმა და ძელვადიანი არ მოხდა. ეს კრიზისი, რომ ვერანაირად ვერ მოახერხეთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენს დარგში 4 წელი გახდება თებერვლის ბოლოს, რაც კრიზისი დაიწყო. შევცვალეთ ბევრი რამე, ინვესტიციები განმახორციელეთ, პროდუქცია ახალი გამოუშვით, რომელიც საქართველოში საერთოდ არ წარმოებულა ისტორიულად არასდროს, მაგრამ ანუ ფეროქრომზეც ფასების მკვეთრი ვარდნა მოხდა და ამ სიტუაციიდან გამოსვლა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ჩვენ პარალელ რეჟიმში მაინც რეაბილიტაციის გეგმაზე ვმუშაობთ. გვაქვს იმედი, რომ იქნება ამ პერიოდში რაღაც გამოსწორდეს თქვა ბაზარზე და თეორიულად რასაკვირველად შესაძლებელი არის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. არის იმის შანსი რასაკვირველი არის, რომ რუსელოისი გადარჩეს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი გაბალა ბევერიჯ კომპანიის დამფუძნებელს ცეზარ ჩოჩელს შეხვდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მხარეებმა რეგიონში ახალი მასშტაბური სამრეწველო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი იყო კომპანიის ბიზნეს ინიციატივებზე და გაბალას რაიონში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად მიქაელ ჯაბაროვმა. გაბალა ბევერიჯ კომპანიის დამფუძნებელთან ცეზარ ჩოჩელთან შეხვედრაზე განვიხილეთ კომპანიასთან თანამშრომლობის საკითხები და ბიზნეს ინიციატივები. აღნიშნეთ მათი პერსპექტივები რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით გაბალაში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ქარხნის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოები და პროექტის პერსპექტივები დასაქმების ხელშეწყობის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით წერს მინისტრი. ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოვებს. ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორის თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტებში იგეგმება. კოჩაკამ კი აღნიშნავს, რომ გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა მაღალ ტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს გულისხმობს. ამბასადორი აილენდის გეოგრაფიული გაფართოება ევროპისაკენ მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს, სადაც მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რაც პროექტის მულტინაციონალურ ხასიათს უსვამს ხაზს. ეს პარტნიორობა, როგორც საინვესტიციო, ისე ტექნოლოგიური და კულტურული გაცვლაც არის ამბასადორი აილენდის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთი ვექტორი, ახლა როგორც თავად კომპანიაში განმარტავენ, გერმანიისკენ არის მიმართული, რომელიც ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს.
წარმოადგენს ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს პროექტის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც დაგეგმვის ფაზიდან აღსრულების ცოცხალ ორგანიზმად ფორმირების ეტაპზე გადავიდა, აღნიშნავენ ამბასადორ აილენდში. Coca-Cola Bottlers Georgia's გუნდის ინიციატივა მინის ნარჩენების მართვის მიმართულებით პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა და პირველი ხელშესახების შედეგები, როგორც სფეროში ჩართული ბიზნესმენები ამბობენ, უკვე არის. Როგორ მიდის პროცესი პროექტში, რომელიც 29 სხვადასხვა ობიექტს და Coca-Cola Bottlers Georgia's კოორდინაციით მართულ პროცესს გულისხმობს, სიუჟეტში ვნახავთ. იქ, სადაც ბიზნესი, პასუხისმგებლობა, შესაძლებლობები და ზრუნვა ერთიანდება, პროცესები ისე იმართება, რომ მისმა ყველა კომპონენტმა სარგებელი მოიტანოს. ასე ამ ყველაფრის გაერთიანებით, მონდომებით და პრობლემურ საკითხებზე ორიენტირებით, Coca-Cola-ს მინის ნარჩენების მართვის ინიციატივაც ამოქმედდა და ახლახანს პრაქტიკულ ეტაპზეც გადავიდა. მეტიც, ახლა უკვე პირველი ხელშესახების შედეგებიც აქვს. ამ დროისთვის Coca-Cola Bottlers Georgia's ინიციატივაში, რომელიც სხვათა შორის Coca-Cola-ს გლობალური სტრატეგიის გაგრძელებაა, თბილისის მასშტაბით ჰორეკა სექტორის 29 ობიექტი ჩაერთო. და რას გულისხმობს ეს პროექტი? რეალურად Coca-Cola საკუთარ თავზე მინის ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას იღებს. ამ აქტივობის ფარგლებში კი იმ ობიექტებში, რომლებიც ინიციატივას შეუერთდნენ, სპეციალური კონტეინერები განათავსა, საიდანაც სეპარირებული მინის უსაფრთხო და სისტემურ გადაზიდვას უზრუნველყოფს. ამ ობიექტებიდან რამდენიმესთან გასაუბრება მოვახერხეთ და მაგალითად რესტორან კნეინაში გვყვებიან, რომ ობიექტის გახსნის დღიდან მოყოლებული მინის ნარჩენების დახარისხება და შემდეგ მისი გატანა მუდმივად გამოწვევებთან დაკავშირებული იყო. არაორგანიზებულობა, ჰიგიენა, დროში გაწელილი პროცესები, მოკლედ ყველაფერი ერთად თავს იყრიდა და ამ ამბავს ფაქტობრივად შეუძლებელსაც ხდიდა ხოლმე. აქამდე ჩვენი ძალებით ვახერხებდით ამას, რაღაცნაირად წვალობდით, ხან სად მიქონდა, ხან ვის უკავშირდებოდა და იმათ მიქონდათ, მოკლედ ძალიან წვალობდით და ამ რამდენიმე დღის წინ თვითონ Coca-Cola-ს წარმომადგენლები მოვიდნენ და თვითონ შემოგთავაზეს ესეთი არაჩვეულებრივი ფორმით გატანა, იმიტომ რომ მანამდე რასაც ვაკეთებდით იყო რომ ვაგროვებდით პოლიეთილენის პარკებში, იქიდან რაღაცა წყალი გადიოდა, ცოტა სიბინძურეში იყო და აი ესეთი ფორმით თვითონ მოვიდნენ, დაგვიდგეს და ლამაზიც არის და თან ამასთანავე არის ეკოლოგიურადაც სუფთა და ჩვენთვისაც მისაღები და მინის ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილ კონტეინერებს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, გრილისა და მელოდიის სახლში შევხვდებით. პროცესი საკმაოდ მარტივია. ობიექტის მომსახურე პერსონალი მინის იმ ნარჩენებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში რესტორანში გროვდება, ამ კონტეინერებში ეტაპობრივად ათავსებენ. შემდეგ კი Coca-Cola Bottlers Georgia's ეს ნარჩენები სრულად უსასყიდლოდ ობიექტიდან გააქვს, რის შემდეგაც მისი გადამუშავება იწყება. ამ შემთხვევაშიც რესტორანში აქცენტს ზუსტად იმ უპირატესობებზე აკეთებენ, რომელიც მათთვის ყოველდღიური საქმისა და საზრუნავის გამარტივებას და ცხადია გარემოზე ზრუნვას უკავშირდება. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როდესაც შეთავაზება მიიღეს, არც კი უფიქრიათ პროექტში ჩაერთნენ. კესანე ჯგუფისთვის, რომლის პრობილობაში და მართვაში სამ ეტაპზე არის ორი რესტორანი, იანი და გრილის და მელოდიის სახლი, ძალზედ მნიშვნელოვანი არის გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების სწორი მართვა. გამომდინარე აქედან ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ვითამაშოთ Coca-Cola-სთან, რომელმაც ჩვენს ორივე ობიექტზე განათავსა მინის ნარჩენების შემაგროვებელი ურნები, რაც დიდწილად ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების სწორ მართვას. და მაინც, რა იყო Coca-Cola Bottlers Georgia's მიზანი მაშინ, როცა ამ პროექტს იწყებდა? როცა სამყაროში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, პასუხისმგებლიანი კომპანია ამ გამოწვევის მოგვარების პროცესში თავის წვრილის შეტანას ცდილობს. შესაბამისად, მინის ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება ცხადია, რომ პირველ რიგში ამ ნარჩენების რაოდენობას ამცირებს, შემდეგ კი წარმოების გარემოსდაცვით სტანდარტებს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებასაც და ბუნებასაც სიკეთით უბრუნდება. აღნიშნული პროექტით და Coca-Cola-ს ტექნიკური უზრუნველყოფით ჰორეკას სექტორში მინის ნარჩენების რეციკლირების პროცესი კი ორგანიზებული და ხარჯეფექტური ხდება. ამას ის ობიექტებიც კარგად იაზრებენ, რომლებიც ინიციატივაში ჩაერთნენ და ისინიც, რომლებიც ამ მიმართულებით გააქტიურებას ეტაპობრივად გეგმავენ. ელ სალვადორმა, რომელიც აქამდე ბიტკოინის ეროვნული შესყიდვებით იყო ცნობილი, სტრატეგია შეცვალა და 50 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. $1.750 მილიონ შეფასებული დომოდედოვოს აეროპორტი შერემეტევოს მფლობელმა $869 მილიონ იყიდა. აეროპორტის ნაციონალიზაცია რუსეთის ხელისუფლებამ გასული წლის ივნისში გამოაცხადა.
Samsung-ის კვარტლური შედეგების მიხედვით მეოთხე კვარტალში კომპანიის ოპერაციული მოგება გასამაგდა, რაც თავიდან ბოლომდე მათი წარმოების მეხსიერების ბარათზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით და AI ინდუსტრიის განვითარებით არის განპირობებული. გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული კანონპროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილება გრანტის ცნებას აფართოვებს. იურისტების ნაწილმა კი დაანონსებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურად უკვე შეაფასა. გრანტად მიიჩნევა ფულადი სახსრები და ასევე ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც, მათ შორის ტექნიკური დახმარება, ცოდნის და ექსპერტიზის გაზიარება. გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავის წარმომადგენლობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც. კომპანია კოჟორიძე და იურისტების დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობაც ძალიან მკაცრია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ასევე ცალკეულ პირთა მიმართ, თუმცა დაანონსებული ცვლილებები კანონპროექტში, რომელიც ზოგადი და ბუნდოვანია, კახა კოჟორიძის შეფასებით საქართველოს თვითვეულ მოქალაქეს შეეხება. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ნათესავი ცხოვრობს საზღვარგარეთ, რომელმაც მიიღო დაუშვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ესეთმა ადამიანმა თუ გადმოურიცხა საქართველოს მოქალაქეს ან იურიდიულ პირს თანხა, შეიძლება ეს ჩაითვალოს გრანტად. აი იმ შემთხვევაში თუ პირობითად ვინმე უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჩაგურიცხა 100 ლარი და ამ 100 ლარით ვიყიდე მე პირობითად დროშა და გავედი აქციაზე, სადაც შეიძლება საერთოდ არ შევეხო რაღაცა ისეთ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას არ მოსწონს. აი მაგ პირობითად მოვითხოვო ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება. ხო, ანუ ეს ხო არ არის ამით ხო არ ითხოვს მოქალაქე პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას. მე თუ ამ თემაზე ხმა ამოვიღე, შეიძლება ჩათვალონ, რომ მე აი ასეთ ტიპის აქციაზე რომ გავედი, სადაც მეჭირა დროშა, ეს დროშა შეიძლება ნაყიდი არის უცხო ქვეყნის მოქალაქემ რომ ჩამერიცხა 100 ლარი, იმ 100 ლარიდან 10 ლარით. და ეს შეიძლება არის გრანტი. და თუ გრანტი არის, მაშინ მე რო არ მივიღე წინასწარი ნებართვა მთავრობიდან ამ გრანტის ჭხალებში სვამამ სიტყვას, ამ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით შეიძლება მე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამეკისროს, ისეთი აბსურდული კანონია. საკანონმდებლო პაკეტი შესაძლოა გავრცელდეს კერძო სექტორში მომუშავე პირებზეც, მათ შორის კონკრეტული გარიგება შესაძლოა ჩათვალოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მომსახურების გაწევისას მიღებული ანაზღაურების ნაწილი შესაძლოა კონკრეტული პირების სურვილის არსებობის შემთხვევაში შეფასდეს გრანტად და ბიზნესს მოუწიოს მტკიცება, რომ თანხა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აიღო. ეს კანონპროექტი თუ იქცევა კანონად, ადამიანი ხდება ნორმის შემფარდებლის, ეს იქნება ან პროკურორი თუ მოსამართლე მისი კეთილსინდისიერების იმედად, ამბობს კოჟორიძე. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ რაღაცა კონკრეტული გარიგება შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებაში. მე თუ მივიღე ჰონორარი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ნებისმიერ საკითხზე არ აქვს მნიშვნელობა საკითხთა წრეს, ამ შემთხვევაში ეს ჰონორარი არ ჩაითვლება გრანტად, მაგრამ ნახეთ რა პრობლემაა. იმ შემთხვევაში თუ ვიღაცამ თქვა რომ შენ რომ ამ ადამიანმა გადაგიხადა პირობითად $1000 ეს მოჩვენებითი გარიგება და სინამდვილეში შენ იურიდიული სერვისი გაუწიე $500 და დანარჩენი $500 გრანტია და მე მიწევს იმის მტკიცება რომ არა დანარჩენი $500 გრანტი კი არ არის, არამედ ესეც არის ჰონორარის ნაწილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ნებისმიერ პირს, რომელმაც შეიძლება მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან თუ იურიდიული პირისაგან რაიმე სახის ფინანსური შემოსავალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შემოსავალი შეიძლება უკავშირდებოდეს მის პროფესიულ საქმიანობას, რაც ამ კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ იძლევა იმის საშუალებას, რომ ესეთი ტიპის შემოსავალიც განიმარტოს ან ჩაითვალოს რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულ გრანტად. ანუ პრაქტიკულად ნებისმიერი პირის თავისუფლება ამ კუთხით ხო შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილია. უწყების ინფორმაციით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენის თითქმის გაორმაგებული მაჩვენებლით. გასულ წელს ნარკოტიკული დანაშაულის 10475 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც წინა 2024 წელთან შედარებით 4877 ფაქტით, ანუ 87%-ით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენაში, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, საანგარიშო პერიოდში ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 228 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის კანონიერი ქურდობის ბრალდებით 15 პირის მიმართ. 2025 წელს საგამოძიებო უწყებების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტების გამოვლენა 229 ფაქტით მეტია ასეთი, რაც 37.52% ზრდას ნიშნავს. 2024 წელთან შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, განზრახ-მკვლელობის რაოდენობა შემცირებულია 11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 517 ფაქტით. ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2025 წელს 2024-თან შედარებით საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემები. 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული არის უცხო ქვეყნის 1311 მოქალაქე. 2024 წელს გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე. წელს 261%-იანი ზრდა არის წინა წელთან შედარებით, წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. ასეთ იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუწყობიან. ჩვენ კი ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.